და როგორც გითხარით, ამ წუთებში საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში საქართველოს ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. და კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და შეგახსენებთ, რომ ღონისძიება მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. ჩვენი რეპორტიორი მარიამ ჭედლიშვილი, რომელიც დილიდან მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება, შემოგვიერთდება და გაგვაცნობს ღონისძიების მნიშვნელოვან ასპექტებს. მარიამ, რა მიმართულებებით შეუწყობს ხელს ეს ღონისძიება საქართველოს ჩინეთის თავისუფალ ვაჭრობას? გისმენთ. ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაში 100-მდე ჩინური კომპანია მონაწილეობს, მათ შორის არიან ტექსტილის, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები, როგორც გამოფენის გახსნის ცერემონიალზე აღინიშნა. მსგავსი ღონისძიებები საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა და გააქტიურდა. ამის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა ბოლო პერიოდში მიღწეული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ასევე პირდაპირ მიმოსვლა, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა პეკინსა და თბილისს შორის. ეს კიდევ უფრო გააზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ჩინურ ბაზარზე და შეუწყობს ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ის ბრუნვა, რომელიც დღეს ორ ქვეყანას შორის არის, გაიზრდება, განსაკუთრებით საინტერესოა ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ვაჭრობა. იცით თქვენ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გაზრდილია ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ეს შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დამატებულ სტიმულს მისცემს მეწარმეებს, მეღვინეებს, რომ გაიტანონ ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე. ასევე, რა თქმა უნდა, ვაჭრობა არის ორმხრივი და აქ საუბარია ჩინური პროდუქტების ქართულ ბაზარზე გამოჩენასა და დღევანდელი გამოფენა სწორედ ამას ეძღვნება. ჩინური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებითაც არიან დაინტერესებულები. მათთან მოლაპარაკებებს საპარტნიორო ფონდის აწარმოებს, სადაც განმარტავენ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური კომპანიების რაოდენობა სავარაუდოდ გაორმაგდება. ჩვენ რამოდენიმე მსხვილი მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და ბიზნეს გეგმებზე მუშაობთ ჩინურ კომპანიებთან, მათ შორის მინისტრის წარმოების მიმართულებით, მათ შორის ტექსტილის მიმართულებით, მათ შორის მანქანათმშენებლობის მიმართულებით, სოფლის მეურნეობასთან ერთად ვამუშავებთ ქართული ჩაის აღორძინების პროექტს, მასში ჩართულ ჩინურ კომპანიებთან ერთად და ასე ჩვენ გავაგრძელებთ ამ კუთხით აქტიურ საქმიანობას და ხარდაჭერას ჩინური ინვესტიციებს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიესალმებიან ქართველი ბიზნესმენებიც, თუმცა ჩვენთან საუბრისას ბიზნესმენმა ლაურა გაჭავამ განმარტა, რომ გარკვეულ პროდუქციას ჩინეთის ბაზარზე თავის დამკვიდრება გაუჭირდება, რადგანაც მისი თვითღირებულება ბევრად მეტია ვიდრე ჩინეთში წარმოებული პროდუქციის. ჩინეთი არ არის პატარა ბაზარი, ძალიან დიდია საქართველოში და დაინტერესებულები ვართ, რომ შევიდეთ, მაგრამ ჩვენ იმდენად თვითღირებულება უფრო ძვირი გვიჯდება და ამდენად ცოტა გაგვიჭირდება ალბათ შეხვა ჩინეთის ბაზარში. იმიტომ რომ თვითონ თავიანთი საქონელი იმდენად იაფად შემოაქვს, რომ ეს ცოტა ძნელია კონკურენცია გაუწიო, მაგრამ ვეცდებით, რომ ერთობლივად ალბათ რაღაცას გავაკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დაინტერესება აქვს ჩინეთს, რომ ჩვენთან ერთად რაღაც ახალი სიახლე გავაკეთოთ. წარმოება ჩინეთთან ერთად აქ შეიძლება გაკეთდეს. აი ეს არის თავარი ჩინელებს უნდა ძალიან, რომ საქართველოს ეს პირობები მოსწონთ, ეს ძალიან ეს არის ბიზნესისთვის, რომ სისხლარია ჩვენთან არ არის ისეთი პირობები, რომ რაღაცა პრობლემა შეექმნათ, ამდენად ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ შემოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ უფრო ევროპისკენ ვიხრებით, ასე რომ ნახოთ რას ვიზავთ. ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატების ორგანიზებით იმართება. გამოფენა 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. განსაკუთრებით მარიამ ჭედლიშვილს, რომელიც დილიდან მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება, და თემის მნიშვნელოვან ასპექტებს ჩვენ რა თქმა უნდა შემდგომ გამოშვებებში აუცილებლად დაუბრუნდებით.